წესისამებრ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა სუბიექტებმა პარტიული სიებიც დაარეგისტრირეს. მმართველი გუნდის სიის ნომერი პირველი ზესტაფონში მალხას შერგელაშვილია, რომელიც ამდროვდე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მერის მოადგილის პოსტს იკავებს. 30 კაციან შემადგენლობაში 7 ქალბატონია. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გუნდი, რომლის გაყვანასაც ადგილობრივი მმართველი პარტია ზესტაფონის საკრებულოში შეეცდება, ღირსეული და კვალიფიციური პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. გუნდი როგორც ყოველთვის დაკომპლექტებული არის ძალიან კვალიფიციური პროფესიონალი ადამიანებით, მათ შორის პირველ ათეულში 2 ქალბატონი გახლავთ და 15 ათეულში 3 ქალბატონია, თუმცა ეს გენდერული ბალანსის დაცვა მოგეხსენებათ, რომ მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ გუნდში ქალბატონი პროფესიონალებიც გახლავრან და რა თქმა უნდა ისინიც წარმოჩინებულნი არიან და ღებულობენ საარჩევნო ბატალიებში მონაწილეობას. გახარია საქართველოსთვის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის პარტიული სიის პირველი ნომერი ადგილობრივი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე იროდიონ სამხარაძეა. იმის მიუხედავად, რომ პარტიებს გენდერული კვოტის ვალდებულება მოეხსნათ, 14 კაციან შემადგენლობაში გახარიას პარტიას 5 ქალბატონი ყავს გათვალისწინებული. მაია კახნიაშვილის განმარტებით ნუსხაში ღირსებით გამორჩეული ადამიანები შედიან, რომლებიც ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით არიან გამორჩეულნი, რაც შესაბამისად მათ მუშაობას ზესტაფონის საკრებულოში ეფექტურს გახდის. პარტია გახარია საქართველოსთვის წარმოდგენილია საკუთარი 15 კაციანი სიით. აქედან ამ 15 კაცში 5 ქალბატონია სიაში. რაც შეეხება სიის პირველი ნომერია იროდიონ სამხარაძე, ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მეორე ნომერი გახლავართ მე და ესე გრძელდება შემდეგ სია არიან ახალი სახეები, აი მაგალითად არჩილ სამხარაძეს არის აბსოლუტურად ახალი სახე, იროდი სამხარაძეს თვითონ ახალი სახე, ანუ სია დაკომპლექტებული უფრო იმ ახალი ადამიანებზე, რომელსაც აქვთ, ანუ არ აქვთ პოლიტიკური წარსული, რაღაც თანამდებობაზე ყოფნით, ან საკრებულოში ყოფნით, რაიონზე შეყვარებულები, უნდა საქმის კეთება არიან კარგი ოჯახის შვილები, კარგი მამები, კარგი დედები, რა ვიცი, ვინც არიან სიაში წარმოდგენილები და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთობლივად იზრუნებენ ამ რაიონის მომავალზე, რისთვისაც ნამდვილად ვიბრძვით და გვინდა რომ ყველაფერი იყოს კარგად ჩვენს რაიონში, იყოს მორგებული ჩვენი რაიონისთვის ადგილობრივი ხელისუფლება, იყო თითოეული მოქალაქეზე მზრუნველი ხელისუფლება. აი ესეთ ხელისუფლება გვინდა რომ ზრუნავდეს მოქალაქეებზე და არა საკუთარ სკამზე, საკუთარ თავს. რაც შეეხება ლელოს, მას თვითონ აქვს თავისი პროპორციული სია წარმოდგენილი, ჩვენი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა განისაზღვრება, ყავს საერთო მერობის კანდიდატი ქართლოს პერანიძე და სადაც პარტია გახარიას საქართველოსის ყავს მაჟორიტარი კანდიდატები დაყენებული უბნებზე, იქ ლელოს არ აყავს. სადაც ლელოს ყავს, იქ ჩვენ არ აყავს, ამით ერთმანეთს ვავსებთ, ხელს არ ვუშლით, ვეხმარებით, რათა უფრო მეტი ოპოზიციური ხმა ისმოდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში. იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. 2017 წლის მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, იმერეთში მცხოვრებთა ოდენობა 514,400 შეადგენდა. 2024 წელს კი ეს მონაცემი 442,300-მდე შემცირდა. მოსახლეობის კლების ტენდენცია შეინიშნება ზესტაფონშიც. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ადამიანები საცხოვრებლებს გაჭირვებისა და უსამსახურობის გამოტოვებენ. უჭირთ ხალხს სამსახურები არ არის, პურის ფული არ აქვთ, ამბობენ ისინი. უჭირთ ხალხს, პურის ფული არ აქვს. სამუშაო ესენი კი იძახიან, უმუშევრები არ ყავს გარბის ხალხი რომ ორი კაბე კი იშოვოს და ოჯახი არ ჩინოს. რა ქნა? თორე ყველას უნდა თავის ოჯახში და თავის შვილებში იყოს, ხო? ძალიან მაწუხებს მეც ეგ საკითხი და ფიქრობ, რომ დაუსაქმებლობა. სამსახურები არ აქვს, ხალხსა იძულებულები არიან, სოფელიც მიატოვონ, ყველაფერი მიატოვონ. იცლება ასევე ქვეყანა.
ფული ხელფასი არაფერი არ არის ახლა ვარი მიემნიდა ჩემი შვილები ყველა წასულები არის და რა არის ამის მიზეზი? რა არის და გაჭირვება აქ არ არის იმნაირი პირობები რომ რამე გააკეთონ და მიდიან სხვა ქვეყნებში და ცოტა უკეთესად აკეთებენ რაღაცას ეს ცხოვრებისეული ალბათ ასე გონიათ მაგრამ იქ უკეთესი პირობებია თავის პირობების გასაუმჯობესებლად მედისა მაგრამ საქართველოში თუ უფრო მეც მოვინდომებთ სამუშაო ადგილიც იქნება და ის უნდა საქმეების საშუალებაც არის აქ ჩვენთან და არ არის აუცილებელი მაინც და მაინც იქ გადავიხვეწოთ შორეული მაშინ ბევრი არაფერი მოუტანია მაგათ ჩვენთვის არც იმ ევროპას და არც იმ ამერიკას მოუარო ჩვენ საქართველოს და მივხედოთ აქ ერთმანეთს და ერთმანეთის გატანა ვისწავლოთ რაც მთავარი არის გატანა ერთმანეთის და ვაცალოთ სულის ამოსუნთქვა ვაცალოთ და ვიყოთ ეროვნულები მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ეკონომიკურთან ერთად ასევე განაპირობებს ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. შემცირებულია ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნება, რომელსაც გარდაცვლილთა ოდენობა აჭარბებს. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის CESCO საოპერაციო სასაწყობე სივრცეში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხმისთვრელი აპარატები გადიან როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე ტექნიკურ დიაგნოსტირებას. მიმდინარეობს სკანერის, ეკრანის, პორტების და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შემოწმება, რადგან დავწუნეთ, რომ თითოეული მოწყობილობა გამართულად მუშაობს. პროგრამული უზრუნველყოფა გულისხმობს საარჩევნო მონაცემების ჩატვირთვას ხმისთვრელ აპარატებში, ხოლო ბოლო ეტაპზე ხმისთვრელი აპარატები გადაეცემა ელექტრონული გუნდის მიერ ლოჯისტიკის გუნდს. მას შემდეგ, რაც ელექტრონული ტექნოლოგიების გუნდის მიერ ხორციელდება ხმისთვრელი ელექტრონული აპარატების მომზადება საარჩევნოდ, გადმოგვეცემა ჩვენ CESCO-s ლოგისტიკის გუნდის თანამშრომლებს, ჩვენის მხრივ ვამოწმებთ და აღვრიცხავთ ელექტრონულ აპარატებს, ვამზადებთ ტრანსპორტირებისთვის, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით და ვაგზავნით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებულ სასაწყობო სივრცეებში. დავით ქავთარაძე 17 წლის. ვსწავლობ კოლეჯ კონსტრუქტორის ინტეგრირებულ მოდულზე კომპიუტერული ქსელი და სისტემები. ვარ მესამე კურსის სტუდენტი და ამავდროულად შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე. დავიბადე თბილისში, თუმცა მომიწია დედასთან ერთად ზესტაფონში გადმოსვლა და ცხოვრება. მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. დავდიოდი სხვადასხვა წრეებზე, კალათბურთი, ფეხბურთი, ცეკვა და რაობიდანვე ჩემში იყო ნაპერწკალი, რომ გამხდარიყავი კომპიუტერის სპეციალისტი. ძალიან დიდი ინტერესი მქონდა, უყურებდი სხვადასხვა გადაცემებს, რომლებიც ეხებოდა კომპიუტერებს, მის დაშლას, მის ინფრასტრუქტურას, ყველანაირი ნაწილის მიმოხილვას, რომელიც აუცილებელია კომპიუტერის სრულყოფილად მუშაობაში. რადგან ეს პროფესია არის მომავლის, ამიტომ ჩავთვალე, რომ მივყოლოდი და ასე ვთქვათ, ის დამეხმარება წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში. კომპიუტერების მიმართ დიდმა ინტერესმა გამოიწვია მივსულიყავი კოლეჯ კონსტრუქტორში, რადგან გამეღრმავებინა ცოდნა და სხვადასხვა უნარები მიმეღო. ეხლა ვარ მესამე კურსის სტუდენტი. კოლეჯ კონსტრუქტორში გარდა IT-სა ისწავლება სხვადასხვა პროფესიები, მაგალითად აზოვით ტოპოგრაფიული სამუშაოები, უსაფრთხოება, ელექტროობა. IT-ის მიმართულებით სწავლა არის ძალიან მრავალფეროვანი, როგორც არის პრაქტიკული სამუშაოები, ასევე არის თეორიული მასალის მიღების წყარო. ვსწავლობ Windows და Kali Linux-ის ოპერაციულ სისტემებს, კომპიუტერული პრობლემების აღმოფხვრას, კამერების დაყენებას, კომპიუტერული ქსელების გაყვანას. ჩემი სამომავლო გეგმა არის, რომ გავხდი IT ინჟინერი. ამავდროულად სურს, რომ გავხდე კიბერუსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის სპეციალისტი. სულ მალე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება ჩემს ცხოვრებაში. ვარ აბიტურიენტი. სურს ჩავაბარო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და გავყვე ისევ IT მიმართულებას. გარდა იმისა, რომ სწავლობ კოლეჯ კონსტრუქტორში, ამის გარდა დაკავებული ვარ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ვიღრმავებ ცოდნას და ვიძენ ახალ უნარებს. ახალგაზრდობის სააგენტოს სხვადასხვა პროექტებში ვარ ჩართული. მაქვს მათთან მუშაობის გამოცდილება და ამავდროულად სტუდფესტი 2025-ის პროექტიც კი მაქვს შექმნილი. შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, იმიტომ არის ძალიან კარგი გარემო, არიან მეგობრული ხალხი და შემეძლია შევიძინო ბევრი კარგი უნარი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იყო ძალიან დადებითი. მოგწონს აქაურის სტაფი, მისი წევრები, ლიდერები და ზოგადად მათთან ურთიერთობა. ბანაკის ერთი დღე არის ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი, არის სხვადასხვა აქტივობები,
ბანაკმა მასწავლა ადამიანებთან კომუნიკაცია, მათთან ურთიერთობა და ესე ვთქვათ საკუთარი ნიჭის გამოვლენა. შემძინა ბევრი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებ ბანაკს გარეთაც. შაორის ახალგაზრდული ბანაკი ჩემთვის ნიშნავს პოზიტიური და დადებითი თვისებების მიღების წყაროს და ასევე წარმატებას. ბანაკმა დაუვიწყარი დღეები მაჩუქა. ვურჩევ ყველა ახალგაზრდას გამოცადოს შაორის ახალგაზრდული ბანაკის დღეები. მადლობას ვუხდი ახალგაზრდობის სააგენტოს ამ შესაძლებლობისთვის.